შეერთებული შტატების პარალელურად ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ უმკაცრესი ზომების მიღებას განაგრძობს ევროკავშირიც მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა ბერლინმა ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ პირველი სანქციები გამოიყენა და ივანიშვილის გარემოციდან 9 პირს სავიზო შეზღუდვები დაუწესა. პროდასავლური ოპოზიცია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან სანქციების მორიგი პაკეტის გამოცხადებას პროგნოზირებს. ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება ანტიდემოკრატიული და რეპრესიული პოლიტიკის გამო ყოველდღიურად სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. რა მოლოდინები არსებობს პოლიტიკურ სპექტრში, თათია წოწონავა გვიამბობს დეტალებს პირდაპირ ეთერში. ოპონენტებს აქვთ მოლოდინი, რომ სანქციები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან თუნდაც ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ოფიციალურმა ბერლინმა 31 დეკემბერს 9 პირის სანქცირებასთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ ჩვალედური გადაწყვეტილება და ჩვენ ვიცით, რომ 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ, მას შემდეგ, რაც უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების პერსონალური სანქცირების გადაწყვეტილება, ამის შემდგომ უკვე 25 ქვეყანამ, დანარჩენმა 25 ქვეყანამ, ვინც ემხრობოდა პერსონალურ სანქციებს, უკვე დაიწყეს მუშაობა იმაზე, თუ როგორ უნდა მიიღონ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და დაუწესონ სანქციები ეროვნულ დონეზე ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას და პირველი ჩვენ ვნახეთ ასეთი გადაწყვეტილება გერმანიის მხრიდან, თუმცა მოლოდინი არსებობს, რომ ამ სანქციებს გაიზიარებს მათ შორის პოლონეთიც და საფრანგეთიც, ვაიმარის სამკუთხედის დანარჩენი 2 ქვეყანა და კიდევ სხვა ქვეყნებიც და სავარაუდოდ ეს სანქციები გერმანიის გადაწყვეტილება გერმანიის სანქციები არის დაკავშირებული ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებთან, თუმცა იმ შემთხვევაში ვიცით, რომ უფრო მეტ ადამიანზე ვრცელდება ეს სანქციები და გერმანიის შემთხვევაში ეს არის 9 პირი, ჯერჯერობით უცნობია ვინ არიან სანქცირებული ოფიციალური ბერლინის მხრიდან, თუმცა სავარაუდოდ გასაჯაროვდება ინფორმაცია სანქცირებულების შესახებ, ვინაიდან შეერთებული შტატებისგან განსხვავებით გერმანიას კანონმდებლობა არ უგრძალავს, რომ დაასახელოს და გაასაჯაროვოს სანქცირებული პირების სია. რა არის გამოსავალი მთელი ამ კრიზისიდან? ამის შესახებ საუბრობს მათ შორის ევროპარლამენტარი და საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტში რასა ჯუკნევიჩიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ერთადერთი და მკაფიო გამოსავალი ამ კრიზისიდან იქნება ახალი არჩევნები, რომელიც ევროკავშირის დაკვირვებით ხორციელდება. მხოლოდ ახალ გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც დემოკრატიის ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შეუძლია ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოიყვანოს და საქართველოს რუსეთისადმი დაქვემდებარება დაასრულოს. ის თუ როგორ გაკეთდეს, ეს თავად ქართულმა საზოგადოებამ ევროკავშირის მხარდაჭერით უნდა გადაწყვიტოს. ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა იმოქმედონ როგორც შუამავლებმა და რაც მალე მით უკეთესი. მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტია და პრეზიდენტის ინაუგურაციის შოუ პაროდიას წარმოადგენს. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება. მომდევნო დღეებში ჩვენ უნდა ველოდოთ ვაიმარის ქვეყნების ერთობლივ განცხადებას, სანქციებს, რომელიც უკვე ფინანსურ კომპონენტს შეეხება. ჩვენ ვიცით, რომ ვაიმარის სახელმწიფოები, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი ერთობლივად მუშაობენ სანქციების თემაზე, ოღონდ ეს არ იქნება სანქციები მხოლოდ ინდივიდუალური ადამიანების, არამედ ზოგადად ბიზნესისთვის, რომელიც უშუალოდ ჩართული არის ძალადობრივ ქმედებებში ან კავშირი აქვს რუსულ ბიზნესებთან. შესაბამისად, მოლოდინები არის ძალიან დიდი ევროკავშირისგანაც, რომელიც ერთობლივად ცდილობენ შეიმუშაონ მექანიზმი, თუ როგორ შეუძლიათ შეაჩერონ ქართული ოცნების ქმედებები. ეროვნული სანქციები გაცილებით უფრო ძლიერია, იმიტომ რომ კონკრეტულ პირებს, მაგალითად, როგორც გერმანიაში, აეგრძალებათ შესვლა და გადაადგილება ევროპის ტერიტორიაზე. ანუ ეროვნული სანქციები ეს არის კონკრეტული ქვეყნების გადაწყვეტილება, უკვე იმ რეჟიმის წარმომადგენლების საწინააღმდეგოდ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიას, ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ძალადობას იყენებენ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეროვნული სანქციები გაგრძელდება, ეს არ არის არც დასაწყისი, არც დასასრული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, როდესაც რეჟიმის წარმომადგენლები პრაქტიკულად იქნებიან სრულ იზოლაციაში. ამიტომ გერმანიის სანქციები არის მნიშვნელოვანი, ასევე განიხილება სხვადასხვა ქვეყნებში ესეთი სანქციები და რა თქმა უნდა სია გაიზრდება. ვიცით რომ უნგრეთის და სლოვაკეთის გამო ეს ჯერჯერობით დროში იწელება და ვერ მოხერხდა რომ მომხდარიყო ერთიანი ევროპული სანქციების დაწესება, მაგრამ აქ გამოინახა ეს შუალედური გზა, რომ სამი ქვეყანა და პლუს ამ სამ ქვეყანას
დამატებით ევროპული ქვეყნები რო შემოუერთდნენ. სხვა გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან ერთი რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არსებობს გარდა ახალი არჩევნებისა და ამას ხედავენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები. და საერთაშორისო იზოლაციას აქვს არა მხოლოდ მძიმე პოლიტიკური ეფექტი, არამედ მძიმე ეკონომიკური ეფექტიც და ამის შესახებ ძალიან დეტალურად საუბრობს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და კომპანია რეფორმატიქსის დამფუძნებელი ნიკა გილაური, რომელიც თვლის, რომ ძალიან მძიმე ეკონომიკური შედეგები დადგა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ქართული ოცნების სანქცირება დაიწყებოდა და არასტაბილური პოლიტიკური კლიმატი იყო სწორედ ამისი ტრიგერი ერთგვარად, თუმცა მას შემდეგ რაც უკვე დაიწყო ხელისუფლების არალეგიტიმური ხელისუფლების სანქცირება, ეს კიდევ უფრო მძიმე ეკონომიკურ შედეგს მოიტანს და 2-3 თვეში ეს შედეგი ყველაზე კარგად გამოჩნდება. შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა ნიკა გილაურის განმარტება. სანამ სანქციებზე მივიდოდა საქმე, მანამდე უკვე ცუდად იყო რეალურად ეკონომიკის პროგნოზში თუ ჩავიხედავდით მომავალი წლის და ციფრები არტყუიან, ციფრები თავისას ამბობენ, როდესაც ნახავდით ჩვენ რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც უნდა გადმორიცხოს საკმაოდ დიდი თანხები მომავალ წელს, იმათმა გააჩერეს პროგრამები. პირდაპირ ინვესტიციები, რომლებიც უნდა შემოსულიყო მომავალ წელს, იმათმა გააჩერეს გადმორიცხვები. ეს გადმორიცხვები მათ გააჩერეს ჯერ კიდევ სანქციებამდე. გარდა ამისა, ტურიზმში გვაქვს აშკარა ჩამოვარდნა და აშკარა პრობლემა. ეხლა თქვენ რო ნახოთ და კითხოთ სასტუმროების ფლობელებს, რესტორნების პრობლემებს, ჰორეკას ბიზნესაც ეძახიან. მათ აქვს 50%-იანი ვარდნა. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ჯამში ქვეყანაში თანხა შემოდის საერთაშორისო ინვესტიციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ტურიზმის და ექსპორტის მიმართულებით. აი ამ ძირითადი მაინც ეს 4-ია. აქ სამი არის სერიოზულად შემცირებული 50% შემცირება აქვს ერთს, 50% მეორეს და შეიძლება 55 მესამეს. ანუ ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემის პროგნოზი უკვე გამზადებული სურათი გვაქვს ამისი. ეხლა ამას დაებადა კიდევ სანქციები. ეს სანქციები რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააუარესებს. ეხლა თქვენ რო ინვესტორი იყოთ, ავიც გიდა ჰოლანდიიდან, გიდა დიდი ბრიტანეთიდან, გიდა ამერიკიდან, როგორ გესიამოვნებოდათ, რომ ქვეყანაში სადაც თქვენ აპირებთ ინვესტიციების განხორციელებას და რა თქვენი ფულის დიდი ფულის ჩადებას, იმ ქვეყნის მართლობა დაასანქცია ამერიკის შეერთებულ შტატებმა და არიცით ეს როგორ შეიძლება მომავალში გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ამას თავისი კიდე უარყოფითი ეფექტი ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენ რეალურად დავინახავთ უახლოეს 3-4 თვეში საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ეფექტს, როგორც კურსის თვალსაზრისით, ასევე ინფლაციის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის შემცირების თვალსაზრისით და სავარაუდოდ უმუშევრობის გაზრდის თვალსაზრისით. და რა არის ამ მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი? ქართული საზოგადოება უკვე დიდი ხანია შეთანხმდა, რომ ეს გამოსავალი, ეფექტური გამოსავალი იქნება პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება და პარალელურად ახალი არჩევნების ჩანიშვნა ქვეყანაში, რაც განმუხტავს ერთგვარად ამ მძიმე კრიზისს. ამის შესახებ უკვე ნელ-ნელა რაღაც კონსენსუსიც არის უკვე ჩვენ პარტნიორებში. ჩვენ ვნახეთ თავდაპირველად პოლონეთის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც თავადაც ფიქრობს, რომ ახალი არჩევნები იქნება ძალიან კარგი გამოსავალი ამ კრიზისიდან. შემდეგ იყო ლიეტუვას პრეზიდენტის მსგავსი განცხადება და ჩვენ უკვე რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ვაიმარის სამკუთხედის, გერმანია, საფრანგეთის და პოლონეთის მსგავსი განცხადება, სადაც ისინი ასევე მოუწოდებენ ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ განიხილონ ახალი არჩევნების ჩანიშვნის შესაძლებლობა ეუთო ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით.